სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ქრისტიანი თითქოს ერთგვარ ორ სულიერი თვალსაზრისით ორ რეალობაში ცხოვრობს. ერთი ის, რომ სასუფეველი ჩვენშია და ჩვენ შორისაც, რამე თუ ეკლესიაში იძებნება ღმერთი და ჩვენ ეკლესიაში ვართ და ჩვენ ღვთისტაძარი ვართ თავად და ეს ხდება დღეს ამ წუთს აწყოში და თუ ადამიანი აწყოში ქრისტესთან არ არის, თუ ადამიანი აწყოში სასუფეველში არ იმყოფება, მაშინ ის ვერც მარადისობაში იქნება სასუფეველში. ეს ერთი რეალობა, რომ ჩვენ აქვე ვართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და ეს საიდუმლო, ანუ მისტიკური აზროვნება თუ ქრისტიანს გამოცდილებითად გათავისებული არ აქვს. სამწუხაროდ ის მხოლოდ რაღაც რელიგიური ადამიანია ქრისტიანობის სახელით და მეორე ეს არის მოლოდინის მდგომარეობა, მალე მოდი უფალო, როგორც თარგდება წმინდა წერილი, ის რომ ჩვენ დღესვე უკვე სასუფეველში მყოფობას უნდა განვიცდიდეთ, ეს არ გვაძლევს მოდუნების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოლოდინის მდგომარეობაში და ველოდებით უფლის დაბრუნებას, უფალთან შეხვედრას გარდაცვალების შემთხვევაში და იმ დიდებაში შესვლას, რისთვისაც საგვდგავართ საერთოდ, რომლის წინა გემოსხილვას ჩვენ ყოველთვის შიგნით ჩვენში უნდა განვიცდიდეთ. მაგრამ იმისათვის, რომ ეს რეალიზდეს, იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა უფლის მიმართ სწორი დამოკიდებულება. და აი აქ მთელი რიგი პრობლემები ჩვენი, როგორც ქრისტიანებისა, სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს გააზრება იმისა, თუ რა გვწამს, თუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს უფალთან. ამიტომ დღევანდელი კითხვა, რომელიც მარკოს მახარებელთან აღმოვიკითხეთ, როცა უფალი ეკითხება თავის მოწაფეებს, ეს კითხვა ჩვენ გვეკუთვნის პირდაპირ გაგებით. გახსოვთ, ესე აღმოვიკითხეთ. ქვამათი ესო, ანუ მოწაფეებს და ფაქტობრივად თითოეულ ჩვენგანს. თქვენ რა ის თქვათ ჩემთვის? ვინ ვარ მე? ის რომ ჩვენ აღსარებლობით ქრისტიანები ვარ და ის რომ ჩვენ უკვე ვისწავლეთ სამწუხაროდ მრავალმა ესეც არ იცის. ვისწავლეთ რომ იესო ქრისტე ღმერთი ადამიანად მოსული, ეს ჯერ კიდე არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ რწმენა საბოლოო ჯამში, ის რომ ჩვენს გულსაც შეეხო უფალი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან იწყება ყველაფერი, მაგრამ ესეც ბოლომდე არაფერს ნიშნავს, თუ რწმენა როგორც ნიჭი არ გამრავლდა ჩვენში. და აი ის რომ რწმენა საქმეში ვლინდება, ამას იაკობ მოციქულის ძალიან კარგად ადასტურებს თავის წერილში, რომ იგი პირდაპირ ამბობს, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ხოლო როცა პავლე მოციქული მხოლოდ რწმენაზე აკეთებს აქცენტირებას, რწმენა აბრაამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლეს, პავლე მოციქული რა თქმა უნდა გულისხმობს აბრაამის ცხოვრების წესს და საქმეებს, იმ საქმესაც კი, როცა ზაობა აქ თავის შვილიც კი შეწიროს ღმერთს. ასევე უფლის სიტყვები, რომ მე იმას წამვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს. ამიტომ თუ ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ეს კითხვა მაინც გვეკუთვნის, იმიტომ რომ რამდენად დასტურდება, თუ ჩვენ სწორ პასუხს გავცებთ და მიუგო პეტრე და თქვა, შენ ხარ ქრისტე. თუ ჩვენ ამ პასუხს ვიძლევით, რამდენად დასტურდება ამ სიტყვების ნამდვილობა ჩვენი ცხოვრების წესით. პეტრესთან დასტურდებოდა თუ არა? ახლა ჩვენ ხო ვერ ვიტყვით, რომ პეტრეს რწმენა არ ქონდა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სრულყოფილი რწმენა პეტრე მიიღო მაშინ, როცა მასე სული წმინდა ღმერთი გარდა მოვიდა. მანამდე მოციქულებსაც ძალიან უჭირდათ და პეტრემს რომ უჭირს, ჩვენ მის ცხოვრებაში, სახარებაში, რასაც ვკითხულობ, ძალიან კარგად ვიცით. ხო, პეტრემ თქვა, რომ ქრისტესკენ გაიხედა და თქვა, რომ მე მაგ კაცს არ ვიცნობ. აი ეს სიტყვები აღმოთქვა ამ დიდებულმა მოციქულმა და ეს იმიტომ კი არა, რომ პეტრეა ესეთი სუსტი და ეს როგორ დაემართა. ამით თითქოს პეტრე ტვირთულობს საკუთარ თავზე სიმდაბლიდან გამომდინარე და თავის ადამიანურ ღირსებას გვერდზე წევს, პატივმოყვარეობას და გვასწავლის თავის ცხოვრების წესით, რომ არ იმალება ეს, არ იმალება. არ აღმოჩნდა დაფარული. არ ინება პეტრემ რომ დაფარულიყო. რომ აი ეს არის ადამიანი. შვილებო, აი ეს არის ჩემ მაგალითზე ნახეთ. აი ეს არის ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ მე ვამბობ, რომ მე მწამს, რომ ვინც არის იესო ქრისტე და ერთ-ერთი პირველი აღსარებელი მე ვარ და უფალი კლდესაც მიწოდებს, მე ვხედავთ ამისა, ჩემში ადამიანური იმდენად დიდი იყო, რომ უფალმა ერთხელ სატანას კი მიწოდა, ერთხელ მითხრა, რომ თუ ფეხებს არ დამაბანინებ, ჩემთან მარადისობაში წილი არ გექნება და ერთხელ ისიც კი დამემართა, რომ აი, ესე იგი, ხო, რწმენით გავედი წყალზე, მაგრამ ურწმუნოებით ჩავიძირე და ხეთ წმენით გავიდა წყალზე და ურწმუნოებით ჩავიძირე და ერთხელ ისიც კი დამემართა, რომ შევშინდი ვიღაცამ ხევალმა მკითხა, შენს მაგათან ერთად ხო არ ახარო და მაგკაც არ ვიცნობ. ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სიტყვები კითხვა დასმული, ვინ ვარ მე, როცა ჩემ თავს განვუკუთვნებ, მე ეს მაძლევს დაფიქრების შესაძლებლობას, რომ როგორია ჩემი რწმენა, რამდენად ხარისხიანია, რამდენად ღრმაა, რამდენად ღირებულია, რამდენად ის გაუძლებს ჩემ ცხოვრებაში მომავალში არსებულ განსაცდელებს და განსაცდელთა განსაცდელს, რომელსაც სიკვდილი ქვია, რამდენად გაუძლებს. რამდენად უძლებს ის ყოველწამიერებაში ჩემ პატივმოყვარეობის შემოტევებს. იმიტომ რომ რწმენა ქრისტესადმი თუ მას სიმდაბლე არ ახლავს, იმიტომ რომ ცნებების აღსრულების გარეშე რწმენა არ არსებობს და ცნებათგან უპირველესი არის სიმდაბლე, იმიტომ რომ მან თქვა ისწავლეთ ჩემგან, ცნება მშვიდ ვარ და მდაბალგულიდან. და თუ ეს არ ახლავს, მაშინ სადაღა არის რწმენა? ეს ხო ცარიელი სიტყვებია, რომლითაც მე რელიგიურ გზნობებს ვიკმაყოფილებ, სიმდის ვიმშვიდებ და რა ვიცი რა, სამწუხაროა, მაგრამ ამ სიტყვასაც ვიტყვი. ჩემი რელიგიურობით და ჩემი ცხოვრებით, ჩემი სიცოცხლით ვერთობი ვფლანგავ. ისე როგორც დროს არ ვფლანგავთ. ჩვენ ფიზიოლოგიას არ უაზროდ არ ვანადგურებთ არასწორი ცხოვრების წესით ხშირად. და რა მოხდა, რომ ესე იგი ჩვენ ინტელექტს, ჩვენს ნიჭებს არ ვფლანგავთ უაზროდ და რა მოხდა, რომ რწმენას გავფლანგო. ყველაფერს თუ სიცოცხლეს ვფლანგავ, თუ დროს ვფლანგავ, რომელსაც ჩემი სიცოცხლე მიყვება, რატო არ შეიძლება რწმენას გავფლანგო, როგორც ნიჭი და ვაკეთებ კიდევაც ამას. ამიტომაც ეს სიტყვები ვინ ვარ მე, ეს კითხვა მეკუთვნის მე და მე ამაზე დაფიქრება მართებს, სანამ სწრაფად ვიტყვი, რომ კი კაცო, როგორ არა ვიცი, აბა მე არ ვიცი, ხა ეს მე არ მეხება, გვეხება, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ბევრი არც არაფერი არ ვიცი. რაც შეეხება სიმდაბლეს, აი აქ მარცხდება ზუსტად ქრისტიანთა 99%. ჩვენ გვაქვს ილუზია იმისა, რომ ქრისტიანები ვართ, მაგრამ სიმდაბლის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს და ჩვენ ვერც კი ვხვდებით ეს რა არის. არა თუ ის რომ სიმდაბლეში ვიმყოფებით. არამედ ვერც კი ვხვდები, არც კი ვიცით ეს რა ფენომენია საერთოდ. ამიტომაც ეს კითხვა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ ვარ მე, დიახას თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განუკუთვნოს საკუთარ თავს და ის რომ ჩვენ სასუფეველს ვატარებთ საკუთარ თავში და ის რომ მოლოდინის მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდის დაბრუნდება უფალი და ან როდის შევხვდები, ეს ყველაფერი მხოლოდ თეორია იქნება ჩემთვის და საშინელებად იქცევა. რატომ ეწოდება უფალთან შეხვედრას საშინელი სამსჯავრო? რა, ღმერთი საშინელი, თავისი დიადი საშინელია, მაგრამ მან ხო მომცა მეუფლება, რომ მე მისი შვილი ვიყო. უფლება მომცა. თეოდორე, იყავი ჩემი შვილი, მე შენი მამა ვიქნები. დამთავრდა, რაღაც სადღა არის საშინელება. რატომღა ქვია დაჟინებით 2000 წელი ეკლესია იმეორებს, რომ საშინელი სამსჯავრო, რატო? სწორედ იმიტომ, რომ თუ ჩემი რწმენა არ რეალიზდა სიმდაბლეში, ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში, თუ მე ქრისტეს არ მივემსგავსე, ჩემთვის ქრისტესთან შეხვედრა საშინელი იქნება და ამის დასტური ერთ-ერთი იცით რა არის, რომ ეს ასე იქნება. თუ რაღაც არ შევცვალეთ, იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილის გვეშინია, ჩვენ ქრისტესთან შეხვედრის გვეშინია, ჩვენ თეორიულად ვიცით, ხო, გარდაცვალება, ესე იგი პოტენციური შეხვედრა ქრისტესთან, მაგრამ შიში მძალავს, რატომ მძალავს შიში, რატომ არ მახარებს მე ეს, რატო გავრბივარ ამას, გასაგებია თავი კი არ უნდა მოიკლა, მაგრამ როცა ცხოვრება ბუნებრივი გზით მიდის იქ და რაღაცა მოხდება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი, რომელიც რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ. ეს შეიძლება იყოს სიბერე, შეიძლება იყოს ავადმყოფობა, შეიძლება იყოს რამე შემთხვევა და ასე შემდეგ. და რატო გვაქვს ეს ცხოველური შიში? იმიტომ რომ ეს ცხოველური შიში იკვებება ჩვენი ინტუიციური შიშიდანაც, რომ არა ვარ ჩვენ მზად შესახვედრა, ჩვენთვის ქრისტესთან შეხვედრა შესაძლებელი აღმოჩნდეს საშინელი.
იმიტომ რომ ჩვენი რწმენა არ არის სრულყოფილი. და აი მიუხედავად იმისა, რომ პეტრე აღიარებს, ნახეთ უფალი საინტერესო რამეს ეუბნება, ამაზე ჩვენ აქცენტს ყოველთვის ვაკეთებთ, როცა ამ საკითხებს ვეხებით, შერისხა მათ, რათა არავის უთხრან მისთვის. რატო აი თითქოს ერთის ხრო მოციქულებს აღსარებლობის ვალდებულების წინაშე აყენებს. ესაუბრება და ამისთვის მოვიდა და მეორე ამბობს, რომ არავის უთხრან, რომ თვითონ არის ადამიანად მოსული ღმერთი, თვითონ არის ის ცხებული ღვთისა, რომელსაც ამდენი საუკუნეები ელოდნენ ებრაელები და კაცობრიობა, რატო არავის არ უნდა უთხრა? ეს მე როგორ უნდა გავიგო? რას ნიშნავს არავის არ უთხრა? მოციქულების საქმე ხო ეს იყო, ზუსტად ეს არ არის მოციქულების საქმე, რომ სწორედ ეს უთხრან და რატო არავის არ უნდა უთხრან? რატო ეუბნება ამას დაჟინებით, სულ ერთხელ ხო არ არის წმინდა წერილში, ერთხელ, ორჯერ, რამდენჯერ არის ამის შესახებ, არავის უთხრათ, რატო? აი მე რო აგზელებს, ამით ალბათ ხვდებით რატომაც. არავის უთხრან მისთვის და იწყოს სწავლათ მათთან. ასევე არა მარტო ეს, მაგალითად თაბორის თაზე, არავის უთხრათ. რისთვის გამოავლინა თავისი ღვთაებრიობა, მისი ადამიანური ბუნება რატო გაბწყინდა, რა ხდება? არავის უთხრათ. აბა რისთვის? მარტო სამი ადამიანისთვის? და იწყოს სწავლათ და მაშინაც ესაუბრება მე. და იწყოს სწავლათ მათ ვითარმეთ ჯერ არ ზისა კაცისა ფრიად ვნება, შეურაცხყოფათ მოხუცებულთაგან და მოძღვართა და მწიგნობართა და მოკლათ და მესამესა დღესა აღდგომათ. აი რაც ახლა ჩამოვთვალე განსაკუთრებულად პირველი ნაწილი ქრისტეს შეურაცხყოფა და მოკვდინება ჯვარცმა მოკლედ და ამის შედეგად ამის შემდგომ უკვე როგორც ნაყოფი, იმიტომ რომ ღმერთს ვერ მოკლავ და ამიტომ მისი ნაყოფი ამ სიკვდილის ნაყოფი სიცოცხლის გამარჯვება რაც მოხდა, მაგრამ აი ეს პირველი ნაწილი განსაკუთრებულად სადაც კაცობრიობის ღმერთისადმი დამოკიდებულება გამოჩნდა სინამდვილეში ადამიანი კაცობრიობა როგორ უყურებს ღმერთს გამოჩნდა ამ ჯვარცმით, ხო? თუ ადამიანმა ეს არ გაითავისა ჯერ, ხო? მისთვის შეუძლებელია გაიაზროს ქრისტეს ღმერთობა. ეს არის კიდევ ვიმეორებ, ეს არის საიდუმლოება, ცოდნა, რომელიც საიდუმლოებრივად გვეძლება და გვენიჭება. ერთ-ერთი მოღვაწე ამბობდა საინტერესოდ, რომ მე მგონი ადრეს გითხარით, რომ ქრისტე ძალიან ბევრს საუბრობს და ამ საუბარს ისეთი ნაყოფი არ მოაქვს, თავად ღმერთის საუბარს. ღმერთი საუბრობს და თავად ამ საუბარს ისა ყველაფერს ესაუბრება და მაგ კაცს არ ვიცნობ ამბობს მე პეტრე მოციქული. და მოციქულები დაიფანტენ, დაიმალენ და რაღაც შეეშინდათ, ხო? ისეთი ნაყოფი არ მოაქვს, როგორც ჯვარცმას. ჯვარცმისთანავე ავაზაკი მოექცა. ქრისტეს მკვლელების ნაწილი, მათ შორის ჯარისკაცები და იქ სეირის მაყურებელი იუდეველები მოექცნენ ჯვარცმისთანავე. აღდგომამდე მოექცნენ. სინანული დაიწყეს. ანუ რაღაცა საიდუმლოება მოხდა, რომელიც აი ქრისტემ მიიღო რა ადამიანური ბუნება, ეს ადამიანური ბუნება ჩვენი ნაწილია. მან ცალკე ხო არ შექმნა ეს ადამიანური ბუნება. კაცობრიობა რო წარმოვიდგინოთ ერთი დიდი ხე, რომლის ძირი პირველი ფესვი ადამიანია. და იქიდან აღმოცენებული უზარმაზარი ხე. ღმერთი მოდის ადამიანად, ადამიანურ ბუნებას იღებს. ცალკე ხო აღარ შეუქმნია ადამიანური ბუნება. ამ დიდი ხიდან ერთი რტო აიღო და ეს რტო გაითავისა, ეს რტო მიიღო და ამ რტოს საშუალებით თელ ამ ხეს ინექცია გაუკეთდა, შეიძლება ასე ითქვას. რაღაცა ხდება ჩვენთვის საიდუმლოებრივი და როდესაც ამ ერთი ტოს მიერ იღვაცა და ამ ერთი ტოს მიერ საოცარი გმირობა გამოავლინა და ღვთაებრივი ძალმოსილების ჩარევის გარეშე ეშმაკი სულიერად და ზნეობრივად გატეხა და დაამარცხა და ეს არის ჯვარცმა. და ამავე დროს გამოავლინა მთელი ამ ხის სიყვარული, იმიტომ რომ ამ ხის გადარჩენისათვის ხდებოდა ეს ყველაფერი, ხო? აი ამან რაღაცა შეცვალა თლიან ხეში, იმიტომ რომ ეს რტო ღმერთის განღმრთობილია და ეს განღმრთობილობა საქმით დადასტურებულია, რაც არის ჯვარცმა და მე აღდგომა და მე ამაღლება. და შესაბამისად ამან საიდუმლოებრივად მისტიკურად შეცვალა თელს ხეში რაღაც ისეთი, რომელიც ბოლომდე ვერ ცნობიერდება. რა თქმა უნდა, თითოეული რტო ამ ხისა მხოლოდ თავისი პირადი არჩევანით, პიროვნული არჩევანით იღებს აი ამ დიდებულებას,
მაგრამ პოტენციაში ამის შესაძლებლობა მთელ კაცობრიობას მიეცა უკვე. და რაც იქვე დადასტურდა და გამოჩნდა. და ამიტომ თუ ადამიანი ჯვარცმას, განკაცებული ღმერთის ჯვარცმას არ იღებს როგორც ღმერთის ჯვარცმას ავაზაკივით, მისთვის არაფერს აზრი არ აქვს, რაც მანამდე შეიძლება ქრისტეს უთქვია. ამიტომაც არის, რომ აი სამწუხაროდ გაგვიგია ეს, რომ ქრისტე რაღაც ესეთი კეთილი კაცი იყო და რაღაც. ანუ როგორც ღმერთის სიკვდილს თუ არ იღებ ჯვარზე და თავისი შედეგებით აღდგომით ეკლესიის სულიწმიდას გარდამოსვლით ეკლესიის დაარსებით, იმიტომ რომ ჯვარცმა ცალკე რაღაც მოვლენა ხო არ არის, ჯვარცმას მოყვა აღდგომას მოყვა ამაღლებას მოყვა სულიწმიდა ღმერთის გარდამოსვლა, რაც ნიშნავს ეკლესიის დაარსებას და ქრისტეს სიტყვები რომ მე დავაარსებ ჩემ ეკლესიას, სწორედ ასე განსრულდება. ეკლესიის დაარსება ნიშნავს, რომ ქრისტეს მისტიკური სხეული განივრცობა საიდუმლოებრივად და აი ეს ყველაფერი თუ ადამიანს არ სწამს და არ შეჯერა არანერი აზრი ქრისტეს მოძღვრება ესმოდეს მას, ამას არანერი აზრი არ აქვს. და აი ამ ყველაფრის განცხადება და ამ ყველაფრის მიღება და ამ ყველაფრის რწმენა არის სწორედ აი ამ მისტიკურ ცხოვრებაში შესვლა, რომელსაც ეკლესია ქვია. ამიტომ აი როცა თქვა ქრისტიანობისადმი სიმპათიურად განწყობილი, ქრისტესადმი უფრო სწორედ სიმპათიურად განწყობილ ადამიანებს ვხედავთ, რომლებსაც ეკლესიის არ ჯერა და არ წამთ, ისინი ისე შორს არიან ქრისტესგან, აი როგორც რა ვიცი რა, ნებისმიერი ურწმუნოა, თუნდაც გმობელი ადამიანი, არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. გმობელი შეიძლება მორწმუნე გახდეს, თუ შეინანა და აი ეს რაღაცა სათნოებითი თვალებით ბჭყალებში მაყურებელი ქრისტესადმი ადამიანი შეიძლება არასოდეს არ გახდეს ქრისტიანი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეკლესიის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ქრისტე რა თქმა უნდა არსებობს, ღმერთი არსებობს ეკლესიის გარეშე, მაგრამ ქრისტიანობა, რომელიც ნიშნავს ჩემს ღმერთთან ყოფობას, ჩემს ყოფობას ღმერთთან. ეს ეკლესიის გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ ეკლესია მისი სხეულია. ის იმიტომ გაანკაცდა, ღმერთი იმიტომ გაანკაცდა, რომ ეკლესია დაეარსებინა. თორე თუ ეკლესიას არ დაარსებდა, არანაირი აზრი განკაცებას არ ექნებოდა. განცხადებულად ამ სიტყვებს ეუნება, რომ ესე უნდა დამემართოს და უცებ რას ვხედავთ. აი როგორი რთული გასაგებია ეს, რომ ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელიც იქვე ამ ყოვლის შემძლეობას აავლეს, მიცვალებულებს აცოცხლებს ბოლო-ბოლო, ხო? და მისი მოკლა შეუძლებელია, რომ უნდათ რომ დაიჭირონ და გადააგდონ, მათში გაივლის, აი გამძვინარებულ ბოში გაივლის და წავა და აი ესე გაშეშებულები თუ დაბრმავებულები ხელს ვერ კიდებენ. სანამ თვითონ არ უხელმძღვანელა თავის დაპატიმრებას. აბა მოდით, აბა დამიჭირეთ, აბა ესენი გაუშვით, ხო გახსოვთ როგორ ხდება, ხო? ვინ არის იესო, მე ვარ იესო ქრისტე, დაეცემიან, წამოდექით, მე ვარ აგერ, ესენი გაუშვით, თვითონ ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. აქ ეს რაღაც საოცრება ხდება, იმიტომ რომ ჟამი დადგა და ჟამი სანამ არ დადგა, გაიარა, გამოიარა მათში და ხელს ვერ კიდევს. აი ეს ყოვლის შემძლეობა. ამას ხო ხედავენ მოციქულები ამ ყოვლის შემძლეობას. თუ უცებ უნდა მომკლანო და გარე გაიყვანა პეტრე და მოციქულებისგან და ბრალობად იწყო ბრალობად, ნახე რა სიტყვა წერია. ბრალობად, ანუ საყვედურს ეუნება. ზოგიერთი თარგმანები კიცხავს, რას ამბობ კაცოში? ჭუას ასწავლის. ნახეთ, აი ადამიანური სიკეთე, როგორ შეიძლება სიმახინჯეში გადაიზარდოს? ადამიანური სიმართლე როგორ შეიძლება სიმახინჯეში რას ბედავს? უბრალოდ ხო, ესია. რა თქმა უნდა, სიყვარულიდან ნაკარნახევია. პეტრეს ძალიან უყვარს უფალი. და ამ სიყვარულიდან გამომდინარე, ეს უფლებას აძლევს. ბრალობად, რას ამბობ კაცო? რას ამბობ? როგორ შეიძლება? ეგეთ რამე აღარა თქვა მე, რაღაც ეგეთ. ნახეთ, კადნიერება, არაჯანსაღი, რატო? იმიტომ რომ არაჯანსაღი კადნიერება ადამიანურ ნებას და ადამიანურ სიყვარულს ეფუძნება და არა ღვთაებრიებს. და გახსოვთ, რასაც მიიღებს პეტრე ამის გამო. ყველასწინ ეს გაიყვანს ცალკე და უფალი ყველასწინა შეუნება, რომ ჩვენ ყველა ვიცოდეთ ეს. განვე ჩემგან სატანა, რამე თუ ზრახავ კაცისასას და არა ღვთისასას. აი ეს არის ადამიანური სიმართლის ფასი თავიდან ბოლომდე სულ. ხო და აი ჩვენ როცა ეს ყველაფერი ვიცით, კიდევ ერთხელ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში გვახსენებს, რომ ერთხელ, აი როგორც მე პავლე მოციქული სხვაგან იტყვის, ადამიანი, მორწმუნე ადამიანი, რომელიც შეგნებულად ცოდავს, შეგნებულად უარს ამბობს ქრისტეზე. რა არის შეგნებული ცოდვა?
ისეთ ცოდვას ჩავიდნენ, მე აღარ მექნება ზიარების უფლება. ეს არის შეგნებული ცოდვა, შეგნებული უარის თქმა ქრისტეზე. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ასეთი ადამიანისათვის მსხვერპლი აღარ იქნება, გაღებულია უკვე მსხვერპლი. და აი ქრისტეს მსხვერპლი გაღებულია და მარტო უკვე საზარალი მოლოდინი რჩება. ესე იგი, ან ამოვა ამ წუმპიდან, ან არ ამოვა და აც ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, ერთხელ მოხდა ეს, რომ შენთვის მოკვდა ქრისტე. და ეს უნდა შეირგო ეს მსხვერპლი. არ შეიძლება შეგნებულად უარი თქვა ქრისტეზე. აც ერთხელ საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაეკარწყლებინა ცოდვა. მომავალში რომ დაიბადებოდნენ იმ ადამიანების ცოდვას გაეკარწყლებინა. ერთხელ, აი ხაზგასმულია, ერთხელ საუკუნეთა დასასრულს, ანუ ჟამი იწურება, მალე დასრულდება ეს ყველაფერი, ხო? რათა მსხვერპლით გაეკარწყლებინა ცოდვა. და მე ამბობს და როგორც ადამიანებს ერთხელ უწერიათ სიკვდილი, მერე კი განკითხვა, აუცილებლად სიკვდილის მერე განკითხვა. არავითარ შემთხვევაში რაღაცა შანსები მერე რა, რომ კიდე დავიბადო და რაღაც სისულელები ეზოთერიზმით და ოკულტიზმით და აღმოსავლური რელიგიით გაბრუებულ საწყალ ქართველებს რო ემართებათ ხოლმე და რაღაცა სადღაც დადალილებენ, დაფრინავენ. რატომ ადამიანი ქვეცნობიერად გაურბის პასუხისგებლობას? მას ურჩევენ აი ზარმაცი მოწაფესავით როა რომ ოღონ ეხლა გამოსდას რო გადაუდებს ლექტორი და აუ რა კარგია გამოსდა რო გადაგიდო რა ეხლა იმეცადინებ თავს მოიკლავ თუ რას იზავ რა ზარმაციც იყავი იგივე ზარმაცი დარჩები ანუ რა შეიცვლება ამით არაფერი არ იცვლება იმიტომ რომ შენ ცხოვრების წესს არ ცვლი ესმით რა შეიცვლება იმით რომ კიდე დაიბადო თან სასაცილოა ხო იბადება წინა ცხოვრება არ ახსოვს თუ წინა ცხოვრება არ მახსოვს რა აზრი აქვს ამ ეს ცალკე სისულელია მაგრამ მაგას თავი დავანებოთ სისულელე ქრისტიანობაში აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანები ამას ეს იდეა იმიტომ გაჩნდა რომ ცოცხალი ღმერთის იდეა არის ანუ ცოცხალ ღმერთს ვერ ხედავენ და ხედავენ ადამიანის უსუსურობას და ხედავენ რომ ადამიანს მარტო დარჩენენ ღმერთის გარეშე ადამიანს შანსი არ აქვს გონიერები ხო იყვნენ ადამიანს სულელი ხო არ არის რელიგიურ სისტემას რო ქმნის შესაძლებლობა არ აქვს ადამიანს შესაძლებლობა გამოძრეს აი ამ ვნებებიდან ცოდვიდან როგორც ასკეზას და მედიტაციასაც არ უნდა მიმართოს დიდი შესაძლებლობები არ აქვს ამიტომ ისინი ხვდებოდნენ რომ რადგან ღმერთი არ არის მათ ცნობიერებაში ადამიანები რომ აი ამ ცოდვილობას და ვნებების ტყეობას გაექცეს კიდე და კიდე შანსი ჭირდება და ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს ჩვენ მამის წინაშე ვდგავართ და ღმერთი ჩვენში უყურებს არა რამდენად გამოვსწორდით იმას თუ ადამიანს ამის უნარი არ აქვს რომ გამოსწორდეს არამედ ღმერთი ჩვენში უყურებს ჩვენს არჩევანს და ჩვენს სურვილს რამდენად გვინდა რომ ღმერთს დავემსგავსოთ და რამდენად ვცდილობთ ამის გაკეთებას და ამის გამო ჩვენი სურვილის გამო და მისი იმპერატიული ნების გამო გვაცხონებს თავისი კაცთმოყვარებით. ამიტომაც ერთხელ უწერიათ სიკვდილი ადამიანებს და მე განკითხვა და განკითხვა იმის გამო კი არა რომ თეოდორე რატო არ იყავე გრიგოლ ხანძთელივით წმინდა ამას არავინ არ კითხავთ თქვენ არამედ თქვენ კითხავენ რამდენად ცდილობდი შენი მაქსიმუმი გაგეკეთებინა რამდენად დინამიური იყავი შენ სულიერ ცხოვრებაში რამდენად ცდილობდი ყოფილიყავი გულმხურვალე რამდენად ცდილობდი ყოფილიყავი ქრისტეს ერთგული და არავინ არ მოკითხავს რა სიმაღლეზე ახვედი ამას საერთოდ არავინ არ მოკითხავს რა სიმაღლეზე ახვედი და არანაირი მნიშვნელობა ამას პრინციპული არ აქვს თუ მაინდა-მაინც მოკითხავთ რამდენად თავდაბალი იყავი შეიძლება მოკითხო გესმით და აი ეს პასუხისგებლობა გარდაცვალებისთანავე გვაქვს ჩვენ ერთხელ გარდავიცვლებით სიკვდილი ერთხელ და მერე განკითხვა და ასევე ქრისტეს ერთხელ რომ შესწირა თავი ქრისტემაც და რათა წარეხოცა მრავალთა ცოდვა ანუ ეს ერთხელ მოხდა კიდევ ვიმეორებს პავლე მოციქული ამას ჩვენც ერთხელ უნდა ვიცხოვრო და წარვდგეთ მის წინაშე და ქრისტეს ესე იგი ერთხელ შესწირა თავი და მეორედ როცა გამოჩნდება მეორედ მოსვლა იგულისხმება მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმენდელად რატომ არის ეს სამსჯავრო საშინელი იმიტომ კი არ მოვა რომ ცოდვისაგან განგწმინდოს არამედ მინახეთ როგორ არის მის მომლოდინელთა სახსნელად ანუ უფალი მოდის იმისთვის ვინც მას ელოდება რომ ის გადაარჩინოს გარდაცვლილი იქნება ის თუ ესე იგი ხორჩი მყოფი მოლოდინი და ვისა აქვს მისდამი მოლოდინი რას თავში გითხარით ის უკვე ვინც სასუფეველშია ანუ ვინც სასუფეველს ვინც ღმერთს თავის თავში ატარებს და ვინც
რომელთა შორისაც ღმერთი, ანუ ეკლესიაში. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუ არ გვექნა სასუფეველში მყოფობის გამოცდილება ჩვენი შიგნით და ეკლესიაში, ჩვენ არ ვართ მომლოდინთა სიაში, შეიძლება ასე ითქვას. არ ველოდებით მასთან შეხვედრას. გაურბივართ მას. ერთი სული არა გვაქვს, რომ მას შევხვდეთ. შესაბამისად, უფლის მოსვლა ჩვენთვის საშნელი აღმოჩნდება. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან. წმინდა წერილი გვაფხიზლებს, გვაფრთხილებს, როგორ შემთხვევაში ცივ წყალსაც გადაგვასხავს, ჩაგვაფიქრებს და ახალ мотивაციას გვაძლევს, რომ სულიერად, სწორად, კონცენტრირებულად და პრინციპულად და გულმხურვალედ ვიცხოვროთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.